ხანდახან ერის ბედი ერთ ადამიანს ეყრდნობა და როცა ერის გული სუსტდება, ერთმა კაცმა უნდა გაუძლოს მთელი ქვეყნის ნაცვლად. ისტორიას ბევრი მეფე ახსოვს, მაგრამ ცოტაა ისეთი, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე მტრის წინაშე პირისპირ ჩნდებოდნენ. უფრო ცოტაა, ან იქნებ საერთოდ არ არსებობს ისეთი, ვისაც მარჯვენა მხარი უფრო გრძელი ჰქონდა ზედმეტი ხმლის ქნევისგან, ვიდრე მარცხენა. მე-18 საუკუნე. ეს ერეკლე მეორის ეპოქაა. მეფისა, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. 1720 წლის 7 ნოემბერი იდგა. თელავის სასახლეში უფლისწული დაიბადა ძე თეიმურაზისა და თამარისა. შვილი მეფე ბახტანგ მე-6-ისა. სახელად უწოდეს ერეკლე. ხალხისგან შემდგომ პატარა კახად წოდებული. ქართლ-კახეთის უკანასკნელი დიდი ხელმწიფე. ერეკლე მეორე ბაგრატიონი. ეს იყო მეფე, რომელიც ძველი ვიკინგი იარლივით თვითონ მიუძღვოდა ლაშქარს წინ და თავადვე აჩვენებდა ბრძოლის მაგალითს. ასეთი სიმამაცე მმართველისგან დიდი ხანია დავიწყებული იყო. მსოფლიოში ამას თითქმის არავინ აკეთებდა. მმართველებიდან თავს არავინ უქმნიდა ამ ხელას საფრთხეს და მხოლოდ შორიდან ჯარისთვის ბრძანებების გაცემით შემოიფარგლებოდნენ. ეს თავის მხრივ სწორი სტრატეგიაც იყო, მაგრამ არა ერეკლესთვის. ისტორიული ფაქტია, რომ მას მარჯვენა მხარბეჭი ბევრად უფრო გრძელი ჰქონდა ზედმეტი და ხშირი ხმლის ქნევისგან ბრძოლებში, ვიდრე მარცხენა. და ეს კარგად იყო შესამჩნევი გარეშე თვალისთვის. დიდი მეფის პირველი საბრძოლო ნათლობა 1735 წელს შედგა, როდესაც იგი მხოლოდ 15 წლის იყო. ქიზიყს შემოსეული ლეკები უფლისწულმა ახალგაზრდა კახელი მხედრების მცირე რაზმებით სასტიკად დაამარცხა. ეს იყო ბატონიშვილის პირველი ბრწყინვალე გამარჯვება. მან მთელი ახალგაზრდობა გაატარა ბრძოლებში ჩრდილოეთ კავკასიიდან, კერძოდ დაღესტნიდან მოძალებული უამრავი მოთარეშე მუსლიმი ლეკის რაზმეულებთან ან დიდ ლაშქრებთან. შემდეგ იხსენებდა შვილიშვილებთან საუბრისას, მე რომ არ შევსწრებოდი, ახლა ქართველის სახსენებელი არ იქნებოდა ქართლ-კახეთშიო. ეს მოვლენა მთის ჩამოწოლადაა ცნობილი. ეს იყო დიდი ქართულ-კავკასიური ომი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეთხანს გაიწელა. 1744 წელს 24 წლის ერეკლე კახეთის მეფე დაკურთხეს და ეს ტიტული 1762 წლამდე ატარა. 1762 წელს კი, როდესაც მამამისი თეიმურაზ მეორე გარდაიცვალა, მას მემკვიდრეობით გადაეცა ქართლის მეფობაც და ის ქართლ-კახეთის მეფედ იქცა. ქართლ-კახეთი გაერთიანდა ერეკლეს კვერთხის ქვეშ და იმეფა 1798 წლამდე. ამ დროის განმავლობაში ერთი თვეც შეიძლება ვერ გამოინახოს ისეთი, როცა სრული მშვიდობა სუფევდა სამეფოში და პატარა ბრძოლები მაინც არ მომხდარიყო ყოველი მხრიდან მოძალებული უცხოელების მხრიდან. განუწყვეტელმა ომებმა და ამ ომებში გამარჯვებებმა სახელი ევროპაშიც კი იმდენად გაუთქვა, რომ ფრიდრიხ მეორე დიდმა, რომელიც 1712-1786 წლებში მეფობდა, თქვა: დასავლეთში მე ვარ და აღმოსავლეთში პრინცი ერეკლე, ქართველთა მეფე. წარმოგიდგენთ ერეკლე მეორე ბაგრატიონის არასრულ, მხოლოდ უმთავრესი ბრძოლების სიას. 1747 წელს ომი აბდულა ბექსა და ერეკლეს შორის. ეს ომი მოიცავს რამდენიმე ბრძოლას. ბრძოლა სამშვილდის ციხესთან, მეორე ბრძოლა თბილისთან, მესამე ბრძოლა სოლოლაკთან, მეოთხე ბრძოლა წავკისთან, მეხუთე ერეკლეს მიერ თბილისის ირანელ მეციხოვნეებზე შეტევა და მათი დამარცხება. 1759 წელი. დაღესტნელების ურიცხვ მარბიელ მოლაშქრეებთან ბრძოლებს ბოლო არ უჩანდა. თითქმის ყველა ბრძოლაში ერეკლე თავად სარდლობდა ჯარს და პირდაპირ ებრძოდა მტერს.
ხშირად უწევდა კავკასიელი რაზმების ბელადებთან ერთ-ერთზე შებრძოლება. ამავე წელს ნადირ-შაჰის მკვლელობაში მონაწილე მაჰმად ხანმა ერევნის სახანოს დაპყრობა გადაწყვიტა. ერევნელების თხოვნით ერეკლემ დაამარცხა მაჰმად ხანი და სომხები განადგურებისგან იხსნა. იმის შემდგომ ერევნის სახანო ერეკლეს ხარკს 1795 წლამდე უხდიდა. 1750 წელი. ყარაბაღის მფლობელი ფანახანი, რომელიც განჯის დაპყრობას აპირებდა, განჯას დიდი ლაშქრით მოადგა. განჯის ხანმა და ყარაბაღელმა სომხებმა ერეკლეს დახმარებას თხოვეს. გმირულ ბრძოლაში ერეკლეს და თეიმურაზის სარდლობით ქართველებმა დაამარცხეს ფანახანი. 1751 წლის თებერვალში მდინარე აგრიჩაისთან აჯიჩალაბმა დაამარცხა ქართველები. ამ ბრძოლაში მდინარეში ცხენიანად ჩავარდნილი ერეკლე პაპა ბებურიშვილი ვაჩნაძის დახმარებით გამოვიდა წყლიდან. მაჩხანელმა გლეხმა დათუნა ბოსტაშვილმა კი თავისი ცხენი დაუთმო და ერეკლე ამგვარად გადარჩა დატყვევებას. ამავე წლის ივლისში თავრიზის მმართველი და ირანის ტახტის მაძიებელი აზატხანი 18000 კაციანი ლაშქრით ერეკლემ ერევნის მახლობლად ყირბულახის ბრძოლაში საოცრად საზრიანი და საკუთარი გმირული ბრძოლის წყალობით დაამარცხა. ამ თოფს უნდა ახსოვდეს გამარჯვება 1751 წლის ივლისში ყირბულახთან გამართულ უთანასწორო ბრძოლისას. 1752 წელს აჯიჩალაბმა განჯასთან ისევ დაამარცხა ქართველები. ამავე წლის სექტემბერში ყაზახ-შამშადილოს საზღვარზე თულქი-თეფეს ბრძოლაში აჯიჩალაბის ჯარი, რომელსაც მისი ვაჟი აღარ-ქიში სარდლობდა, ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს. 1754 წელს ავარიელი ხუნძახის ბატონი ნურსალ ბეგი მრავალრიცხოვანი ჯარით ქართლში შემოიჭრა. არაგვის მიდამო და დუშეთი დაარბია. ჭადიჯვრის ციხეს ალყა შემოარტყა ერეკლემ და თეიმურაზმა. იგი ჭადიჯვრის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს. დიდი დანაკარგები აწვნიეს და ისე განდევნეს ქართლ-კახეთიდან. 1755 წელს ნურსალ ბეგი ყვარელს მოადგა. ქართველების მიმართ სხვა მტრულად განწყობილ მუსლიმურ სახანოების ლაშქართან ერთად. მათ ყვარლის ციხეს შემოარტყეს ალყა. თუ კახეთი დაეცემოდა ქართლსაც იოლად დაიპყრობდა ამ ხელაძალის მქონე მტერი და შემდეგ დასავლეთ საქართველოსაც გადაწვდებოდნენ. ერის მომავალი დასაღუპავად იყო განწირული. ქართლ-კახეთის მეფე მამაშვილის გონიერი და გაბედული საბრძოლო მანევრების შედეგად ყვარლის ბრძოლაში ქართველებმა მინიმალური დანაკარგით მოიგერიეს და დაამარცხეს მტერი. 1759 წელს ლეკების 8000-იანი ჯარი დაამარცხა ერეკლემ ატოცის ციხესთან და შემდგომ დვანის ციხესთან. ამ ბრძოლებში მას სოლომონ პირველიც ეხმარებოდა. 1760 წელს ერეკლემ დაამარცხა ყარაბახის ხანი. ამავე წელს ერეკლემ მოაწყო დიდი ლაშქრობა განჯაში, შემდგომ ლაშქრობა ერევანში, შემდგომ კი გადაიტანა დიდი ბრძოლა შინდისთან დაღესტნელების ლაშქრის წინააღმდეგ. მთელი 1760 წლის განმავლობაში ჩრდილოკავკასიელი დაღესტნელები ძალიან გააქტიურდნენ და მეფე განუწყვეტელ, თითქმის არა უკვე ყოველთვიურ ან ყოველკვირეულ, არამედ ყოველდღიურ თავდასხმებს იგერიებდა. თავდასხმები ეწყობოდა ქართლში, ქიზიყში, კუმისის და ბოლნისის მიდამოებში. მტრის ძალების მოწყოლა იმდენად დიდი იყო, რომ მთელი სომხეთი და საბარათიანო თითქმის მთლიანად დაიცალა ადგილობრივი მოსახლეობისგან. მტერი თბილისის გარშემო მდებარე უამრავ დასახლებასაც უტევდა, თუმცა კი უმეტეს შემთხვევაში დამარცხებული უკან იხევდა. ერეკლეს მთელი ქართლ-კახეთის ყველა მამაკაცი იარაღში ჰყავდა ჩასმული და ყოველ წუთიერად მზად ქუდზე კაცის გამოსაყვანად. ამ პერიოდიდან მას კავკასიაში, მცირე აზიაში და ირანში გურჯისტანის აშვებული ლომის სახელით იხსენიებდნენ. მარტო ამ წელს მან გადაიტანა მინიმუმ 50 დიდი და მცირე ბრძოლა. 1765 წელს ერეკლეს წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო, რომელსაც სათავეში პაატა ბატონიშვილი ედგა. შეთქმულებს ერეკლეს ფიზიკური განადგურება ჰქონდათ ჩაფიქრებული.
ერეკლემ შეიტყო შეთქმულების შესახებ და სასტიკად დასაჯა მოწინააღმდეგენი. 1768 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი. ერეკლემ ამ ომში ქრისტიანი რუსების მხარე დაიჭირა. 1769 წელს გრაფი ტოტლებენი ჩამოვიდა საქართველოში რუსის ჯარით. ერეკლე და ტოტლებენი გაერთიანებული ქართულ-რუსული ჯარით ახალ ციხისკენ დაიძრნენ. მოღალატე ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე და უკან გამობრუნდა. 1770 წლის 20 აპრილს მოხდა ასპინძის ბრძოლა. 8000 თურქი, 3000 ქართველის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა ქართული ჯარის სრული ტრიუმფით დამთავრდა. სრულად განადგურდა თურქული ჯარი, ხოლო ქართველებს მხოლოდ 25 კაციანი დანაკარგი ჰქონდათ. 1771 წელს ერეკლემ ხერთვისის ციხე გაათავისუფლა ოსმალებისგან. 1778 წელს ერეკლემ დაამარცხა განჯის მმართველი თაფ ალი-ხანი. 1779-1780 წლებში მიმდინარეობდა ბრძოლები ერევნის ხანთან. ამავე წელს ლეკების დიდი ლაშქარი თავს დაესხა თუშეთს. თავდასხმები ასევე მიმდინარეობდა ქიზიყში და ცხინვალში. 1773 წელს ნურსალბეგი დიდი ჯარით ბოდბეს დაესხა თავს. ლეკები იმდენად გააქტიურდნენ, რომ ბრძოლებით თბილისამდეც კი მოდიოდნენ და აწიოკებდნენ ათობით სოფელსა და დაბას. თუმცა ხვდებოდათ ქართველების გააფთრებული წინააღმდეგობა. 1785 წელს თბილისში რუსის ჯარი შემოვიდა. მათ ქართველებთან ერთად რამდენიმე ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა. ამავე წელს ქართლ-კახეთის სამეფოს თავს დაესხა ნურსალბეგის ვაჟი ომარ-ხანი 20,000-იანი ჩრდილოკავკასიური მუსლიმური ლაშქრით. ამის მიუხედავად მან ვერ გაბედა პირისპირ შებრძოლებოდა ერეკლეს ქართულ ლაშქარს. ქართველებმაც ვერ მოიხელთეს მისი სარბევად გაყოფილი რაზმები, რომლებიც ახალ ციხეში შემოვლითი გზით გადავიდნენ და გზად ყველაფერს აოხრებდნენ. დაანგრიეს ახტალის ლითონის მადნებიც, დიდი ზარალი მიაყენეს ქართლ-კახეთის მთელ სამეფოს და იმერეთსაც კი გადაწყვდნენ. მიუხედავად ქართველების საბრძოლო გამარჯვებებისა, მტრის შეუჩერებელი თავდასხმები მაინც არ წყდებოდა. ქართლ-კახეთი სისხლისგან იცლებოდა. ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა სამეფოს ომარ-ხანის თავდასხმებმა. 1787 წელი დიდი შეტევითი ომების წელი გახლდათ. ამ წელს ერეკლემ მოაწყო ყარაბახის დალაშქვრა, ნახიჩევანის დალაშქვრა, ქართულ-რუსული ჯარით განჯას დამორჩილება. შემდეგ ყარაბახის დამორჩილება, ნახიჩევანის დამორჩილება, დიდი ბრძოლა რუსთავში ომარ-ხანის წინააღმდეგ, ბრძოლა ქიზიყში ომარ-ხანის წინააღმდეგ, ბრძოლა თიანეთში კვლავ ომარ-ხანის წინააღმდეგ. 1795 წელს ივნისში აღა-მაჰმად-ხანის 8000-იანი მებრძოლისაგან შემდგარი არმია ყარაბახის მიდამოებში დაამარცხა გენერალურ ბრძოლაში ერეკლემ. ქართველთა ერთადერთი მოკავშირე ამ დროს რჩებოდა ყარაბახის ხანი იბრაჰიმი. ამავე წელს 1795 წელს რევანში აიღო აღა-მაჰმად-ხანმა და 75,000-იანი არმიით ქართლ-კახეთის სამეფოს დააცხრა თავს. ერეკლეს მხოლოდ 6,000-იანი ჯარი ჰყავდა. ამიტომ რიცხობრივი უპირატესობის გამო ამ ბრძოლაში დამარცხდა. თბილისი დაეცა. მტერმა დაარბია, გაანადგურა და მიწასთან გაასწორა დედაქალაქი. ერეკლე იძულებული გახდა უკან დაეხია. იგი მთიულეთში შეაფარეს. ამბობენ, რომ მეფე სიკვდილს ეძიებდა ბრძოლის ველზე. არ სურდა გადარჩენა მაშინ, როცა ქალაქი იწვოდა. მაგრამ მისმა შვილიშვილმა, მეფე გიორგი მე-12-ის ძემ, იოანე ბატონიშვილმა ძალით გამოიყვანა ბრძოლის ველიდან. მთიულეთში გადასახლებულმა მეფემ კრწანისის სევდა თან გაიყოლა. 1796 წელს ქართველებმა განჯა დალაშქრეს. მოღალატე განჯის ხანი დააჩოქეს. იქიდან მრავალი ტყვე წამოიყვანეს. დაიწყეს სრულიად განადგურებული თბილისის ფერფლიდან აღდგენა. 1797 წელს ისევე როგორც ქართულ-კავკასიურ ომში ერეკლეს ბრძოლების 62 წლიანი პერიოდის განმავლობაში
არ წყდებოდა ჩრდილო კავკასიელთა განუწყვეტელი თავდასხმები. ქართლ კახელებმა ამ წელსაც გადაიტანეს ათეულობით დიდი და მცირე ბრძოლა. ქართულ კავკასიური ომი ერეკლე მეფის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა ასეულობით ბრძოლას. არათუ წელიწადი, არამედ თვეც კი არ ყოფილა ისეთი, რომ თავდასხმები არ მომხდარიყო. ერეკლემ მოახერხა და განადგურებულ ქვეყანას მაინც ბოლომდე გააძლებინა ისე, რომ არათუ არ მოხდა აღმოსავლეთ საქართველოში ქართველების სრული ეთნიკური გადაშენება და გენოციდი, არამედ მან ბოლო 300 წლის განმავლობაში, რაც კი ყოფილა, მასთან შედარებით ძლიერების ზენიტში აიყვანა ქართლ-კახეთი თავისი გენიალური სამხედრო ნიჭისწყალობით. 1798 წელს თელავში, სასახლეში ერეკლე მეორე გარდაიცვალა. ერეკლე არ იყო მხოლოდ მეფე, ის იყო სიმბოლო გამძლეობისა, თავდადებისა და პასუხისმგებლობისა. და როცა თვალები სამუდამოდ დახუჭა, ქვეყანა ჯერ კიდევ არსებობდა, ხალხი ჯერ კიდევ საკუთარ მიწაზე იდგა და ეს უკვე გამარჯვება იყო. და მისდამი რწმენით გაწაფულ ხალხს მხოლოდ ლეგენდა დარჩა მეფეზე, რომელიც ბრძოლაში იბადებოდა და ბრძოლაში კვდებოდა. მაგრამ მხოლოდ ერთი ვერ დაამარცხა, ეს იყო დრო. დაგვიწერეთ თქვენი აზრი ერეკლეს შესახებ. გამოიწერეთ კარდუს გვერდები. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.